ბატონი გუბაზე ყავს სანიკიძე სტუმრად და მახარებ ჩემო გუბას ჩვენი სტუმარი რო ხარ და არ შეგიძლია ცოტა იუმორი და ცოტა იმადა რა ვიცი რაღაცა ფორმით მინდა დავაფიქსირო ის რაც საბჭოთა რეაქტივი წერან აი 40 წუთი ნაჩვენა და მე წლება გული გულწრფელად გეუბნებით მადრალებელი ისეთი რაღაცას რაც ხოვრებაში არც გამიკეთებია და მე არ მიყვარს ტყუილი რეაქტივი არა ისეთი არის ხო გულბასთან ბატონო ბიზინა ივანიშვილთან ეს ფაქტი მოუყევი რაც მოხდა ელიავას ბაზრობაზე დღეს ერთი 20 გადამღები ჯგუფი იყვნენ იქ მისეულები და აბსოლუტური ტყუილი თქვენს და მე მინდა იცით აი არც ახლა ამაზე მე და ზოია იმარო ყობა დავითაშვილმა 1 საათიანი გადაცემა ქონდა და ამაზე ვისაუბრეთ დამეწმუნეთ ჩვენი ტელევიზიაში ატეხილმა იმ აჟიოტაჟმა მე თუ მკითხავთ აი მოქმედა სინდისზე და ნამუზე თუ ესეც საერთოდ აღმოაჩნდება ჩვენ ხელისუფლად და მიიღეს მე ვფიქრობ ლოგიკური და სწორი გადაწყვეტილება იმიტომ რომ 800-მდე ადამიანმა ტრამა მიიღო იმ დიდთაობის დროს თბილისში და აი ფაქტის იმ პაპაგელაშვილის ისტორიას ვუყვებოდი გუშინ მე და ნამდვილად აი დამეწმუნეთ ხალხო რაც მე მოვუყევი შემიძლია ეს გაჩვენოთ ის პირი ბატონმა კობამ ოფიციალურად საგარეულოს წევრი გახლავთ კობა დავითაშვილი და მან ოფიციალურად აი მისდია ამ საქმეს ბოლომდე მერიაშიც იყო გამგეობაშიც იყო და საავადმყოფოშიც მივიდა და ამ ადამიანთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პრობლემების გადალახვა მოუწია და დავადასტურებ კიდევ ერთხელ რომ გუდიშაურის კლინიკაში 2600 ლარი მოსთხოვეს ფეხმოტეხილ ადამიანს რომელსაც ყინულზე დაუწყდა ფეხი 4 საათი არ შეყავდათ საიმაში საოპერაციოდ ეს უკვე ჟვანიას კლინიკაში სადაც 1600 ლარი მოსთხოვეს დაიწყო იმ ხალხმა იქ შეებება თანხისა და დღეს ახლა ბოლოს ეს თქვეს რომ მერიამ ხო დაუბრუნაო თანხაო მე მინდა გითხრათ ყობა დავითაშვილი რომ არ ყოფილიყო და ყობა დავითაშვილის დაჟინებით რო არ მოეთხოვა ეს მერია აი ამ პაპაგელაშვილის იმპულს არ უიწყავდა იხვითო რომ თბილისელი არ არის და ყობა უმტკიცებდა რომ ასე თბილისში ხომ მოვიდა ეს ტრავმაო და ეკუთვნის ამ ადამიანს აი საკომპენსაციო ალბათ გეხსენებათ მაშინ მერიამ თავის ხარჯებით გადაწყვიტა აი ფეხმოთბილების და ტრამირებული ადამიანების კურნალობის ხარჯების გადახდა არ იყო ისე როგორც თქვენი ნათლად ამ რეაქტივის მესვეურეები და ნამდვილად აი მე მინდა კაცურად დიდი მადლობა უთხრა ყობა დავითაშვილს მან მართლა ბოლომდე მიიყვანა ესაგე და ამ ადამიანს ვისაც შეუგროვეს თანხა მთელმა ელიავას ბაზრობამ ის ფული უკან დაუბრუნა საავადმყოფომ ეს იყო ისტორია და ახლა რაც გინდა თქვი და რაც გინდათ მოიგონეთ მე არაფერი ტყუილი არ მითქვია 1 საათიანი გადაცემა მქონდა თებერვალში ამ საქმესთან დაკავშირებით და რა ვიცი ახლა დააბრალ ადამიანს ის რაც მას არ მოუკეთებია თქო ეს მათი პროფესიული ეშმაკობაა და ხვეცვა აი შეუდოთ მათ გუბას ბატონო არ შემიძლია ის არ ვისაუბრო აი რაც მოხდა უკვე 8 საათია და 4 საათში ის 1 წელი სრულდება იმ ბარბაროსული და ჯოჯოხეთური ღამისა ყველას გვახსოვს საშინელი წვიმიანი ღამე იყო და რა უქნეს იმ ხალხს აი რაღაც უცნაურად მოხდა მე მინდა ეს ისტორიულ პლანში წარმოვიდგინოთ 1 წელი გავიდა აშკარად ეს ჩვენი ბედნიერი ხელისუფლება სამომედელში იყო როგორმე გადაეფარათ ესები და მოიფიქრეს ეს ქუთაისში პარლამენტის გახსნა დაუმთავრებელ შენობაში რაღაც ტაშპანდურის მოწყობა და რაც ყველაზე კომიკური არის ბიგად რო თქვა რომ პარას ატარებენ ქუთაისში და არა თბილისში თბილისში ედენ ხას გამოფენას აწყობენ მოვალურ იუტებში რაც რუსთავაზია გაფენილი და ყურულთავი სუსტად რა პროცესი ასეთი კისრაგებულა არის ხოლმე და აკაც რაღაცა კაბები დასწეს და მე არ ვიცი ახლა ამიდა იქირკილო ღმერთმა ყველას მისეს საშუალება რაღაცა თუკი გააკეთეს რომ გამოფენონ მაგრამ 26 მაისს გამოფენის დღე არ არის და თბილისში და მე აი რაც ვნახე ერთ 30-40 კაცი დადიოდა და ათვალიერებდა არც არაფერი არა დასათვალიერებელი და აი ეს ჯინი რომ არ ჩაატაროს ქართულმა ოცნებამ აქცია და გადაატარინეს 26-ში აი რა მოხდებოდა რომ ახვალ ჩაეტარებინათ 26-ში ქართულ ოცნებას პარალელური აქცია და სხვა შორის ეს სპონტანურად მე ვფიქრობ მგონი ჩემმა ეთერმას გავლენა მოახდინა იყო საუბარია ეგრეთ წოდებულ რეიტინგებთან დაკავშირებით და ეს ვიცი რომ ეს იდეა
იდეა სპონტანურად გაჩნდა სწორედ აქ საუბრის შემდგომ, რომ დაეფიქსირებინა ფაქტურ ოცნებას რეალურად რამდენი ადამიანი იზიარებს მის ხედვას და მის ესე ვთქვათ ქვეყნის გადარჩენის კონცეფციას. მე მგონი ეს არის ფაქტურად ზეგინდელი აქცია და ის საწოდაობა, რასაც ხელისუფლება აკეთებს რუსთაველზე არის. მე არ ვიცი რუსთაველზე 500 კაცი მივახვალ 600-იან შეიძლება რაღაც მობილიზაციით გავუშვა, მაგრამ ფაქტია რომ უკვე ჩანს რა გუბას რომ აი იქნება რაღაც 10-ჯერ და 20-ჯერ მეტი სხვაობა. თქვენი აზრი და თქვენეული ახსნა ყოველივე იმისა, რატო გადაწყვიტა მიშა ესე ფორსირებულად პარლამენტის შენობის გახსნა და პარადის იქ ჩატარება. მოგესალმებით, თვითფასო მეგობრებო. ხა ისეთ დროს გვიწევს დავით ბატონო და თქვენ მე მგონი ჩვენი საკუთარი ოჯახის წევრები არ გვიყურებენ, თუმცა გუშინ ყველანაირი რეიტინგი მოიხსნა. არა, აუცილებელი არის, იმიტომ ბატონო ბიძინა ახლა. ჩვენ სხვა ძალიან ბევრგან გავდივართ და ეს შეზღუდულია, ესე ვთქვათ სიმხოლში. ხოლმე მაინც ვნახავენ, ხო? ეს კარგია, ძალიან კარგია ბატონო ბიძინა უკვე ტელევიზიებში. ხშირი სტუმარი არის, თქვენ გახსენეთ ეს სეზონი გილოცავთ ამას. ფეხბედნიერი ყოფილიყო მისი მობრძანება თქვენთან. ეს გულწრფელი თქვენთვისაც ასევე, იმიტომ საერთოდ საქმეში ვართ ყველა. მე მგონი გუშინ ყველა დარწმუნდა, რომ ამ სტუდიაში იჯდა ერთი ჩვეულებრივი გულწრფელი ქართველი კაცი. და მოყვასის მოყვარული კაცი, რომელიც ხალხის წიაღიდან არის გამოსული და ის ჩვეულებრივი ქართველია და მას უნდა ჩვეულებრივი ქართველად იცხოვროს თავის სამშობლოში, რომელსაც უკრძალავენ მოქალაქეობას. ერთი წლის წინ მიხეილ სააკაშვილი მას რა ქვია გრაფ მონტე-კრისტოს ეძახოდა. ისე ენა მოყივლა, ფინალი ხო გახსოვს, ეს მე ვარ ედმონ დანტეს. კაცრის სამართლიანობის აღდგენა არის გრაფ მონტე-კრისტო და მომწონს მე ეს სიუჟეტი ძალიან ახლა ყველასთვის საყვარელი სიუჟეტი. ასე რომ ბევრი საკითხები დაგროვდა ძვირფასო მეგობრებო, რომელსაც გადაწყვეტა უნდა ახლა. მოდის აგერ ამაღამ შემოდის სისხლიანი წლისთავი. რაც მოხდა შარშან, როცა ხელისუფლებამ გამიზნულად დაარბია სისხლიანი დარბევა, ანუ ტერორისტული აქტი, სახელმწიფო ტერორიზმი ჩაიდინა საკუთარი მოქალაქეების. აქ არავითარ მიტინგის დაშლაზე არ არის, მიტინგი ხო როგორ იშლება, დავით, ერთ ხალხასასვლელს უტოვებდა, ჩემი მხრიდან ნელ-ნელა უნდა მიაწვო და შეძლებილ გვარად უნდა მოერიდო შეტაკებას, მსხვერპლს, ეს მთელი მექანიზმები არის დამუშავებული მთელ მსოფლიოში. აქ ალყაში იქნა მოქცეული ხალხი და სასტიკად იქნა დასჯილი. სამწუხაროდ შეეწირა ამას ადამიანები. დღეს გვაქვს ძალიან ძიმე ღამე გვაქვს ყველას. ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის ძიმე არის, ვინ ვიყავით, ვინ არ ვიყავით, ვინ ვამართლებდით ამას, არ ვამართლებდით. თქვათ იმ დღეს მიტინგის ჩატარებას, იმ ღამეს დგომას, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ხელისუფლებამ დასაჯა ქართული ხალხი და დასაჯა მომიტინგეები და გააკეთა ეს იმისთვის, რომ დაანჩენებს ვინც იქ არ ვიყავით, შეგვშინებოდა. ეს იყო ტერორისტული ტერორი, არის დაშინება. სამწუხაროდ ასე წავიდა ჩვენი ცხოვრება, ბატონო დავით, რომ ჩვენ ყველა სანიშანსვეტო თარიღი რაც აგვაქვს ახლა 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არის, ისე როგორც 9 აპრილი არის დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღი. მაგრამ ჩვენ ისე წაგვივიდა ჩვენი უახლოესი წარსული, რომ აი ყველა სანიშანსვეტო თარიღს რაღაცა უბედურება დაემთხვა აუცილებლად. ჩვენი შეცდომები, ჩვენი დანაშაული და ფაქტიურად აღარ დაგვრჩა ჩვენ ისეთი საერო ცნობილი თარიღი, რომელიც აუცილებლად რაღაცა ტრაგედიით და სისხლიანი ტრაგედიით არ იყო შეღებილი. ამიტომ მე ყველას უსამძიმრებ, სულიად საქართველოს უსამძიმრებ იმ სისხლიან წლისთავს, რომელიც ამაღამ შემოვახა კალენდარულად ჩვენთან. ეს ასე არის ახლა, რაც შეეხება ქუთაისში სააკაშვილის გასვლას, ახლა ბევრი ამბობს, რომ აი მას უნდა რომ პოლიტიკური ცენტრი გააჩინოს, თქვათ რაღაც ასეთი სისულელებსაც ლაპარაკობენ, ეს სასაცილო სისულელე არის, რომ რახან პროდასავლური არის საქართველო, ამიტომ
230 კილომეტრი თუ დაუახლოვდით თუ დასავლეთს. აი მაგათ ბატონო. მეტა ჩემო ვენახმა მოისხავს ისე როგორც ამათ ასხიათ რა, ვინც ასეთებს ლაპარაკობს. ქუთაისში დედაქალაქის გადატანის მთავარი მიზეზი არის ის, რომ თბილისის ძულს ამკაცს. სააკაშვილს არ უყვარს თბილისი, ჩვენი დედაქალაქი, სრულიად საქართველოს დედაქალაქი. დედაქალაქის პრობლემას ხოთაშვილს მე ახლა ქუთაისშიც რო იქავარ სულ ფაქტობრივად გუშინ წინ ჩამოვედი და ისევ მივდივარ, იცით თქვენ ამის შესახებ ძვირფასო მეგობრებო. მე თვითონ წარმოშობით დაბადებით აღზრდით ქუთაისელი კაცი ვარ. და არ მგონია ახლა საქართველოში ვინმეს ჩემზე მეტად უყვარდეს და აფასებდეს ქუთაისი. ახლა სააკაშვილმა როგორც შეაფასა ქუთაისი, ნახეთ ხო, თავის გამოსვლაში თქვა მორიგის ისულელე, რომ ქუთაისი იყო ისე გაივლიდი გამოივლიდი რა. ასეთი ქალაქი არც კი გაუგია ქუთაისის დამსახურებების შესახებ. მე ეს ხო, ახლა საერთოდ ყველანაირი ზომაწონა აქვს დაკარგული ახლა ტყუილები ხო. ერთხელ თქვა რომ სულიკო მის გაზრდილი ვარ, აი დიდი კალათბურთელი რო იყო. ისიც კი არ იცოდა რომ ის ქუთაისელი კაცი იყო, უბრალოდ ყური ქონდა მოკრული. ეტანება რა ქუთაისს ახლა. თბილისი არ უყვარს და სადღაც ხო ბინა უნდა დაიდოს და ახლა ქუთაისს ეტანება და ქუთაისი ცოტა ისეთი ქალაქია რა. არ არის ასეთი მჩატე ქალაქი. ქუთაისს დიდი დამსახურებები აქვს ჩვენი ქვეყნის წინაშე. სულიკო თორთლაძე ახლა გამახსოვდა უკაცრავად აცხონას ხმეთქო დიდი ის მომწყვდელი იყო ის ახსენა რომ ის გაზრდილი ვარო და ქუთაისი დიდი დამსახურების ქალაქია და ყველაზე დიდი ქუთაისელი ვინც კი დაიბადა ქუთაისის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში და საერთოდ ყველაზე დიდი ქართველი ოდესმე ვინც დაბადებულა დაიბადა ქუთაისში ეს იყო დავით აღმაშენებელი იმ კაცმა ადგა და დედაქალაქი გადმოიტანა თბილისში. იმას ეძრება სულ და არ ეშვება დავით აღმაშენებელს ხო სააკაშვილი. ეს საერთოდ პატარა ადამიანების ხვედრი არის რომ ვიღაცა შეედარონ და როგორც ყოველთვის ეს არ გამოდის ხოლმე. ამიტომ ქუთაისისთვის იბრძვის ახლა ის თან ეთამაშება ძალიან სერიოზულ თემებს და ძალიან ცუდად ეთამაშება დავით. საქართველოს საკმაოდ ძიმე და ესეთი ისტორია აქვს ხო, საკმაოდ ძიმეთ მიდიოდა ჩვენთან რაღაცეები. ძიმე ხვედრი ქონდა ამას, ამ ქვეყანას ხო. ის ეთამაშება კიდე ცუდ თემებს რა. ეს არის თბილისის და ქუთაისის დაპირისპირების თქვათ მცდელობა, ეს რა თქმა უნდა არ მოხდება ღვთისმადლით ახლა. ქუთაისსა და თბილისის შორის ყოველთვის იყო ეს ჯანმრთელი შიდა ეროვნული კონკურენცია ხო, ეს ქუთაისი პრეტენზიული ქალაქია ძალიან და ამ პრეტენზიების უფლებაც აქვს მოგეხსენება თქვენ ძალიან კარგად. მაგრამ ასეთ თემებს ეთამაშება ახლა ეს კაცი ხო მე თქვენ გადაცემაში ვთქვი და ახლაც გავიმეორებ. სააკაშვილი ეკუთვნის თბილისის მოძულე კლუბის წევრი. თბილისი არ უყვარდა ამ კლუბის საპატიო წევრები არიან მურვან ყრუ, ჯიბღუ ხაკანი, ბუღათურკი, ჯალალედინი, ამაჰმადხანი, რა ვიცი, სერგოი ჯონიკიძე და აგერ მიშაც ამ საპატიო კლუბის წევრი ეს ასე. ვისაც არ უყვარს თბილისი. გამორიცხულია იმან ქუთაისი შეიყვაროს. ან ზუგდიდი შეიყვაროს. მას არ უყვარს საქართველო. ვისაც თბილისი არ უყვარს. საამისო მიზეზი რომ თბილისი არ უყვარდეს სააკაშვილს ობიექტურად აქვს, იმიტომ რომ არც თბილისი არ ეხატება გულზე მანდამაინც ეს კაცი. ეს არ არის ამ ქალაქის, ამ დიდებული სახელოვანი ქალაქის მკვიდრი არ არის და საერთოდ სააკაშვილი ამ ქვეყნის მკვიდრი არ არის. ჩემო ძვირფასო. სააკაშვილი არ არის ღირსი რომ ამ ქვეყნის მოქალაქე იყოს და მე ვფიქრობ რომ არც ერთი ქვეყნის ღირსი არ არის. იმიტომ რომ ადამიანური სახე აქვს მას დაკარგული, მაგრამ ამას თავი დავანებოთ ახლა ჩვენ წინა გვაქვს ძალიან სერიოზული გზა გასავლელი ჩემო ძვირფასო თბილისელებო 27 მაისზე მინდა ვისაუბრო მე ზეგ იქნება ეს ამბავი თემ პერიპეტიების შესახებ თქვენ ინფორმაცია გაქვთ როგორ პეთება როგორ ემზადებით რა უნდა გაკეთდეს და რა იწყება რაც თავარი ხო მე მინდა ყველა
როდესაც გითხრათ ძვირფასო თბილისელებო და ამ ქალაქის მკვიდრებო მთელი საქართველო გელოდებათ თქვენ აი მე ქუთაისში ვარ თქვათ ხო ირაკლი ალასანი არის სამეგრელოში არის იქეთ დავდივარ ჩვენ ზვიადი ძიგური ქვემო ქართლში არის ხო ყველანი გასულები ვართ ჩვენ დედაქალაქიდან ვართ რეგიონებში იმიტომ რომ არ არსებობს ორი საქართველო არსებობს ერთი საქართველო სააკაშვილი ამასაც აკეთებს ორად აყვავს საქართველოს თბილისი ცალკე და დანარჩენი საქართველო ცალკე ეს არასდროს არ გამოსულა არავის არ გამოსულა და არც მას არ გამოუვა მაგრამ მაინც ჩემო ძვირფასო თბილისელები მთელი საქართველო გელოდება თქვენ თბილისის შემდეგ დიდი აქცია რეგიონალური აქცია იგეგმება ქართული ოცნების მიერ 7 ივნის ქუთაისში იმერეთი იქნება პირველი რეგიონი სადაც უკვე გასვლა მოხდება ქართული ოცნების პრეზენტირების პრეზენტაციის და ქუთაისში ვაპირებთ რომ დიდი აქცია მოვაწყოთ იმერეთის მასშტაბით მაგრამ გარწმუნებთ ყველაფერი ეს დაკავშირებული იქნება თქვენს ქმედებაზე ძვირფასო თბილისელები პირველობა ქვეყანაში ქალაქს ეს არის დედაქალაქი ხო პირველობა არა მარტო უფლება არის არამედ უფრო მეტად არის მოვალეობა თბილის გაცილებით უფრო მეტი ევალება თბილისი უნდა იყოს ყოველთვის პირველი და მისი პირველობა თბილის არაერთ გზის დაუდასტურებია ოფლით და სისხლით დაუდასტურებია ჩვენს წინაპრებს თბილისის წინაპრებს დღევანდელი თბილისელების წინაპრებს აქ არ აქვს მნიშვნელობა დავით ბატონო ეროვნებას გვეცმა დამიფაროს თბილისი არის საუკეთესო სამიმუშო მაგალითი მთელი მსოფლიოსათვის მით უმეტეს როცა დღეს ცივილიზაციათა დაპირისპირებისა და ჯახის ეპოქაში გვიწევს ჩვენ ცხოვრება თბილისი არის საუკეთესო სასწავლებელი ქრესტომატიული სახელმძღვანელო არის როგორ შეიძლება მოყრობაში დიდ სიამტკბილობაში და დიდ სიყვარულში იცხოვრონ სხვადასხვა ეროვნების სხვადასხვა რელიგიის მქონე ადამიანები თან ისა გუბაზლა იგივე ვახტანგ გორგასლის დროს გეოპოლიტიკური ცენტრი იყო სალსარის იყო ენერგეტიკა ცით როგორ არის საქმე დათვალა ხალხური გადმოცემები თქმულებები ყოველთვის ამარტივებს იმას რა ქვია სინამდვილეს ხო ახლა ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი კარგი ლეგენდა რატომ დაარსდა თბილისი ხო რომ დავით ვახტანგ მეფე იყო წასული სანადიროდ და ხოხბის და მიმინოს ამბავი ყველამ კარგად ვიცით და ცხელი წყლებისათვის მან დედაქალაქი გადმოიტანა ეს რა თქმა უნდა რეალობას არ შეესაბამება ცხელი წყლისთვის ვახტანგ გორგასალს და გოგირდოვანი წყლებისთვის დედაქალაქი აქ არ გადმოუტანა გაცილებით უფრო სერიოზული мотиваცია ჰქონდა მას მე ახლა ამაზე არ შევჩერდები რატომ გააკეთა ესა ვახტანგ გორგას სულ ყველა დიდი ქართველი გვირგვინოსანი როგორც კი შანსი ეძლეოდა ყოველთვის თბილისში გადმოქონდა დედაქალაქი იგივე გააკეთა დავით აღმაშენებელმა 400 წელი თბილისი მოწყვეტილი იყო საკუთარ სამშობლოს საკუთარ სამეფოს საქართველოს საამირო სტატუსით იყო მუსლიმური მმართველობა იყო არაბული ტიპის მმართველობა იყო აქა და მოგეხსენება დიდგორის მერე როგორ მოხდა წყინვალე გამობრძანება ბაგრატიონების ტახტის დიდებული ქალაქ ქუთაისიდან დიდებულ ქალაქ თბილისში ესაა ჩვენი სიმდიდრე ესაა ჩვენი ისტორია მრავალფეროვნება ხო და პირუკუ პროცესი არასოდეს არც ერთ მეფეს არ უქმნია ეს თუ თბილის ქართული ხელისუფლება ტოვებდა დამარცხების გამო, წაგების გამო, თბილისის აოხრების გამო, ქუთაისი იყო აი მარქაფა დედაქალაქი, სამხედრო რეზერვი ქართული სახელმწიფოებრიობისა და ქუთაისმა დიდი სამსახური გაუწია ჩვენ ქვეყანას, მაგრამ თბილისია ხალხო. თბილისია და ასე უნდა დარჩეს. ამიტომ ჩემო ძვირფასებო აღარ არის უკვე არც მოწოდების დრო, არც დარწმუნების დრო, ყველა დარწმუნებული ვართ. მე დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ ყველა მოქალაქეს უკვე აქვს თავისი პოზიცია. ის გაურკვეველია დათო, ის როგორ ჩანს, ვერც ვერაზოს ვერ გაირკვევა. უბრალოდ კარგი ეს რაღაც ისტორიული ჭიდილი არის, იცით, პრიკულსა და ლოგიკურ შორის და ამიტომ მოიგონა წავალ განერიდებიო. ამ დროს ეს ტრადიცია 26 მაისობა თბილისში 18 წელს ვერ დამკვიდრდა და ხალხი ზეიმობდა ამას. ხაჭაშორის თან ახლა ჩამოხდა შავი ღვინო 26 მაისის ზუსტად. მე
როგორც ვიცი 19 წელს როდესაც ვაკის პარკში ჩატარდა ეს მაისობა იქ იკრიბებოდა 50 ტონამდე შავი ღვინო დალეული. მართლა გაუჭირდებოდა საქართველოს. არა მაგრამ ძალიან ბევრი ქართული სურათები არის გადაღებული და აი რა ამ კაცმა იფიქრა ამას გავითანო. ძალიან ლოგიკური და კარგი გადაწყვეტილება მიიღო ქართულმა ოცნებამ რომ არა ჩვენ აქ ჩავატარებთ 26 მაისობასო. აი გენერალური ლოგიკური გადაწყვეტილება არის. ეს არის ჩვენთან ხო მარტივი ჭეშმარიტებები ჩვენ რო გვეგონა რომ ეს არ არის საკამათო დღეს ამას ბრძოლა მჭირდება. უკვე მოგებულები ვართ აი რადგან ეს იდეა დაიბადა რომ ჩვენ აღნიშნავთ მას თუ აქ არ უნდა წავიდეს იქ ქუთაისშია თუ ბალუნჯაში მაგრამ ჩვენ აქ უკვე მოგებულია ქართული საზოგადოება. ქუთაისი არის განსაკუთრებული ქალაქი. ქუთაისს აქვს თავისი ფუნქცია შესრულებული და მომავალშიც მე დარწმუნებული ვარ. შეასრულებს ძალიან სერიოზულ ფუნქციას, მაგრამ აქ არ არის კონკურენცია. თორე ქუთაისი იყო ყოველთვის მიმხმარე თბილისისათვის. ჩვენ ხო ვიცით ეს რომ მთელი დასავლეთ ქართული თქვათ გენიალურობა, ნიჭი იხარშებოდა, იკრიბებოდა ქუთაისში. ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 14-მა დიდმა ქართველმა მეცნიერმა დააარსა, ხო? 11 იყო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზია დამთავრებული. დანარჩენი საქართველოსთან 3 იყო, მაგრამ ეს ერთ რამეზე მეტყველებს, როგორი მნიშვნელობის ქალაქია ქუთაისი, მაგრამ პოლიტიკური ცენტრი დათო. ქვეყანას უნდა კონდეს ერთი. ის უნდა იყოს ადმინისტრაციული ცენტრი ქუთაისი, უნდა იყოს კულტურული ცენტრი, ეკონომიკური ცენტრი. იქიდან არ ჩამოვა. რა ყველაფერი სპორტის დინამიკა. გინდა კალათბურთის სკოლა, ჭიდაობის სკოლა, წყინვალე, სამეცნიერო სკოლა, ხო ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტში ხალხი მოღვაწეობდა, ხალხო რა ვიცი, იქ კლასიკურ გიმნაზიასთან ვნახოთ ვინ სწავლობდა. თქვა კლასიკურ გიმნაზიაში დათო წაიკითხა ეს ახალი და გვარებს რჩება ორადორი ადამიანი ფაქტიურად ილია და ვაჟა. დარჩენ ყველა იქიდან არის. ყველა იქიდან გამოსულია, ну ქუთაისური დიდი სულის ყველა დიდი სამამული შვილო საქმე ქუთაისში იწყებოდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვათ პოლიტიკური ცენტრი გავხოთ ქვეყნა, ასე იყოფოდა ხო? დათო ეს მოღოლებმა გაყვანილი, ასე იშლებოა ხოლმე. გაიქცევა ერთი ვიღაცა და იტყვის რა არა ეს კი თქვენ კი არა ლეგიტიმური ხო? და კარგია მეთქი რა ხალხმა რაღაც ლოგიკური პროტესტი დაუფიქსირა აი ამ სისულელეზე. ერთი სარეფერენდუმო საკითხია ეს რეფერენდუმი იყო. ასე სალარი ხო ვიღაცა ცალკინას თავში მოუვა ამიტომ ახლა მე თბილისი რომის იმპერატორები იყვნენ რომში ჩასვლა არ უხალოდათ მაგრამ რომიდან არც კი ქონიათ ცდილობა თუ არ ჩავთვლით კონსტანტინემ წმინდა სტრატეგიული თვალსაზრისით გამოცვალა თუ ვესპასიანი ჩავიდა როდის მარკუს ავრელიუსი 2 წელი იყო მარტო 20 წლიანი იმპერატორობის განმავლობაში 2 წელი იყო რომში ნამყოფი შეაგრა დაკებს თარა არავის არ მოუტანია აქ ხო ეს ამბავი კარგია მეთქე მახარას რომ ქართულმა ოცნებამ ლოგიკური და საპირწონე იდეა შევადა დააფიქსირა რომ აქ უნდა აღონიშნოთ ამათ აკეთეს რომ გამოფენა გვინდა მოვაწყობთ და არ შეიძლება და აი უფრო კარგი იყო რომ კაი ბატონო 27-ში გავა ბავშვობაში თამაშობდა დავასტუკოთ დავასტუკოთ თამაშობდა გელობია თუ რა იყო იბა შევა ნუ ახლა ბავშვური აზროვნება აქვს სააკაშვილს აშკარად ეთყობა ახლა ეს კაცი 1000 წელი ვეცხოვრობს ვერზუს ვერ დაგვინდება ეთყობა ხო ახლა ბავშვური ინსტინქტები ცხოვრობს ბავშვური სურვილები აქვს ხო ჯანდაბას თამამის სურვილები არალოგიკურად იქცევა როგორ ჩანს გულს აიცრუებს უკვე ცოტა ხანში ხო აცრუება იცის რა მიგდება იცის საქმე სტარტზე მაგარია ფინიშზე ვერ ნახავ ვერასდროს ხო რაღაც გადაუხვევს ხოლმე ხო ახლა ეს ლაზიკა აქვს ახალი თამაში მოტანილი ხო ლაზიკა არის ნუ ახლა ლაზიკა არის ანტიქართული პროექტი ერთი ფოთის საწინააღმდეგოდ არის პირდაპირ მიმართული ეს რა არ მოეძონა ხან ფოთის ხო? ამიტომ მთელი საკითხებია ჩემო ძვირფასებო ხო ჩემო ძვირფასებო ჩემო ძვირფასო თბილისელებო თქვენი არის ეს ქვეყანა თქვენ ახართ პირველები ამ ქვეყანაში მაგრამ ეს არ არის პრივილეგია იცით თქვენ ამის შესახებ ეს არის ყველაზე დიდი მოვალეობა დღეს აძლევს თბილისს თბილისმა თავისი განწყობა უნდა გადასცეს დანარჩენ საქართველოს. ამიტომ 27-ს ჩემო ძვირფასებო.
აქვს სტრატეგიული დანიშნულების თარიღი არის 27-მა უნდა გადაწყვიტოს ბედი პრინციპში 27-ში გვეცოდინება ჩვენ ვინ მოიგებს არჩევნებს საქართველოში. აი ასეთი მნიშვნელობა აქვს 27-ში. მე პირადად რაღაცა ჭორებს ავრცელებენ ამაშვებენ. მე პირადად უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაღაც. მე პირადად ჩემ შვილთან ერთად ლევან სანიკიძე უმცროსთან ერთად 2 საათზე ვიქნები დინამოს სტადიონთან და იქიდან წამოვალ ფეხით მეთავისუფლების მოედნისაკენ და შევუერთდებით ჩემს თანამოძმეებს სამნაკადად მოვდივართ და დიდი იმედი მაქვს შვილებით და ჩვენი ოჯახის წევრებით მოვდივართ ლევანი უკვე იზომავს ქართული ოცნების მაისურს სამწუხაროდ ჩემი ზომა მაისური ვერ ნახე და თორე ბევრი არამშას ეგ უკვე გამარჯვებულები ვართ რადგან ესე დაითქვა მე მახარებს აი ყოველწლიურად გეუბნები კარგია ეს ახლა კარგი დიდი ამბავია ამას რა ამიშასე მთელი პლანეტა ფეხზე და ვისაც ეხება ეს საქმე ახლა რა თქმა უნდა სხვა ხალხებს თავის პრობლემები აქვს ვისაც ეხება რომ საქართველოს თვალყური ადევნოს მტერსაც და მოყვარესაც ხოთა შორის ბევრი მტერი გვყავს ბევრი მოყვარე გვყავს ქვეყნის გარედან ყველა ფეხზე დამდგარი ტაშ დაგვიკრავენ ჩვენ თუ ბევრნი ვიქნებით იქ და მე იმედი მაქვს ეჭვიც არ მეპარება რომ თბილისი დაიწყებს ნაცმოძრაობის დასასრულს აი ეს იქნება დიდი იმედი არა გულბაზაი გეუბნები აი მე და ეკავით აი დავიანეთ ვიღაცა მეხუთე ხარისხოვანი ისინი როგორც ნაბაბი გუშკახა ესეთი ბავშვები დაბუდიალობდნენ და ყარი დღე იქნება ხვალინდელი ეს 26 მაისი ათ არ იქნება ეს აწაღნეშა სუროგა ხვალე 26 მაისი იქნება მიშას წვალების და ეს ვაჭერი წვალების თანჯაწამების ესე იმათ სცენარია რომ მახი აქვს ხო დაგებული იცი რომ რაღაცა ეს პარლამენტში ხო უნდა შეიყვანო ჯოგივით ეს დეპუტატები გვერდსად ვერ გადაუხვევენ ხო მე იქ უნდა მე ასე ჯოგივით უნდა გამოვიდა ისე გვერდზე ეს ტრიბუნას ჯობა აქცია შიჟით მიერედებენ იქ ხალხს ახლა იქ ტანდემის გუგული იქნება თვითონ ის ადგილი სადაც აშენს ისო ჭაობიანი ადგილი ხო იცი ჩაწეული იქ არის ეს ზეგლი რო აფეთქე არაფერი არ გამოდის რა ახლა ქართული სიტყვა არის მარცხი ხო ამის აბერძონა იყო მარჯი რომელიც დაკარგულია ხო ჩვენ არ ხმარობთ გოგოლობათიძესა მარჯი არა აქვს ამ უბედურს ამას არაფერი ხელიდან არ გამოდის იქ რა თულოდა იმბავი და ესე იგი ეტენება ქუთაის როგორ იცი უმტკიცებს ქუთაის რო ძალიან სასიძოსავით რო იყო ჩასული ხო იცი ვაქვს ქალის გადასანახულებლად რო ჩადიან სასიძოები ისე იყო ჩასული იქა და ნუ ზედამთვარე ამოდის ვითომ ქუთაისა და ამ დროს ისეთ შეურაცხყოფა მიაყენა ეს ისეთ ქალაქი იყო ხო გაივლიდი გამოივლიდი როგორ მაგ ქუთაისში დგას ქალაქის ცენტრში სამი ოთარის ძეგლი ეს იყო ქუთაისის სიმბოლო და ქუთაისელობის ხოთაშორის ძველმა თბილისელებმა იცით ამ ადამიანების შესახებ ოთარ სულაბელიძე მეობას ეძახოდნენ ეს იყო დიდებული კაცი ხოთაშორის აი ძველ დროში აი თბილისელები და ქუთაისელები ხო ძალიან ისეთი საერთო საძმოები და საძმაკაცოები და მოსვლა ჰქონდათ ნათელ მირონი ჰქონდა ოთარ სულაბელიძე, ოთარ კორქია და ოთარ მამფორია. სამი კაცის ძეგლი დგას ქუთაისში, ხო? რამდენჯერ ჩაუდგა, გაუვლია, გამოუვლია ახლა პარლამენტის თავმჯდომარე იყო, იქ უხსნიდნენ ვინ იყვნენ ესენი. ეს ადამიანები ვერ გაიგო ამ საწყალს. ეს გაიგეს. ახლა მეობა რო კაც ერქმევა, ხო ახლა? ეს იყო სიმბოლო ქართული რაინდული სულის და ქუთაისელობის და ქუთაისური სულის. არაფერი არ იციან იმ ქალაქის შესახებ. აი ხმა ის სადაჩადია ამ საწყალმა ღამე არ არის გართეული არც ქუთაის და არცად რა არ იციან საკუთარ სამშობლოს არ იციან მე მახარებს გონსპერად გაიონები რომ ერთადერთ მაინც რომ რაღაცები გავერკვია მაყურებლებისთვის კიდევ ერთხელ გიფიქსირებთ ხალხო რომ ეს ყველაზე დიდი გამარჯვება უკვე ის არის რომ აი ალტერნატიული დაითქვა და გასულდება ეს 27-ში და გილოცავ ყობას მახარებს რომ თქვენ ვაჟთან ერთად მიდიხარ და მე ვფიქრობ მართლა ძალიან დიდი და დიდი დღე იქნება 27-ში ასე რა თქმა უნდა ჩემთვის ახლა ეს არის
ძალიან დათო ხო როგორ არის ახლა მეხსიერება გუშინდელი დღეშელო არც გაგვახსენდეს ხო ან გუშინძილებმა რაღაცა თარიღებია წამებია ხო ერთის ახლა ხალი ზეგინდელი დღეა ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ პირველად სამზეოზე გამოდის ჩემი ბიჭი პატარა ლევან 12 წლის და პირველობა მაგარი ბიჭია მაგარი ქართველია და უნდა რა იყოს თავისიანებთან ერთად რადგანია მაგრამ მოდით და ბავშვებიც მოიყვანოთ იმიტომ რომ 27 ძალიან სერიოზულ თარიღად დარჩება ჩვენს ისტორიაში ხალხო გარწმუნებ თამაში დიდი მადლობა კიდე გახდა ჩვენი სტუმარი დაგვებოდეთ საინფორმაციო შემდგომ ბატონი კახაკუკა გეყოლება შემდგომ გეყოლება ბატონი ზვიაძიძიგური კონკრეტიკაზე ისაუბრებს ძალიან დაზვიადი სპეციალური პრესკონფერენცია ჩაატარა ამასთან დაკავშირებით და ბარიაში თითქმის მთელი ესე ვთქვათ პოლიტიკური სპექტრი გეყოლება ქართული ოცნებისა ისინი თავიანთ ას დაგიფიქსირებენ გაიხარეთ იცოცხლე